მოკლედ ელისო გეგენა ვარ ჩვენთან ერთად და რუბრიკა კრეატივი. გამარჯობათ, მე სამაჯურის კეთება დავიწყე უკვე, რახან ხელებს ვერ ვაჩერებ. როგორ ახარ ელისო? კარგად, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, თუმცა სიცხე არ მიყვარს და შესაბამისად ჩრდილის და სიგრილეს ვეცი. ხო, ეხლა მე აგიხსნით რას ვაკეთებ. წინა გადაცემებს ვინც უყურა, გახსოვთ ჩვენ სამაჯურები გავაკეთეთ და ესეთი შესაკრავები გავუკეთეთ. მე ამ შემთხვევაში ნახეთ, მე მგონი ჩანს ოპერატორი თუ მოგვიახლოებს, უფრო გამოჩნდება. აი ესეთი რგოლი რო შევკრათ. შესაკრავად შემდეგ ავხსნათ. შესაკრავად. აქ გვაქვს ჩვენ მარგალიტები და ესეთი მარგალიტები. ნახეთ, პატარა მარგალიტები და ესეთი მოგრძო გადავარქვათ ამას. ბისერი, ძივი ხო, კი ბატონო. ახლა ძალიან კლასიკური სამაჯური გამოგვივა, თუმცა მე მგონი ძალიან ლამაზია. ფერები ერთმანეთში კრატის, კარგად თითქოს ერთი ტონალობებია და კი ბატონო, ესე იგი ერთ მარგალიტს ვიღებთ და ორივე მხრიდან ზუას გავუყრით. რომ პანძივით გავაკეთოთ. აი ესე. შერეშვები კიდე რაღაცა დღეს არც ისეთ განწყობაზე ხარ თუ არ ვწდები, ხო? და არ ვწდები. არა, ლამაზი ის გაკეთე. ხო, ნახეთ, აი ნასკვით. ხო, რაღაცა ესე. ეხლა თითო მარგალიტი გავუკეთოთ გვერდებზე. არა, ეს შესაკრავი არის კიდე, თუმცა ესეც კარგი იდეა იქნება, რასაც ჩვენ ამბობ ეხლა. ეთერს გარეთ მე და შენ განვიხილავდით ფრიად საინტერესო საკითხს. როგორიცაა ჯანმრთელი ცხოვრების წესი. კი ბატონო. დღეს ცოტა ნაცემ-ნაბეგვები ვით ორივე. ხარაზოვის ბაღში საბედნიერო, მშვენიერი ტრენაჟორები დაამონტაჟეს, ასე რომ უფასოდ და ყოველგვარი. ნუ ვიზუალზე არ მეტყობა რომ ვარჯიშობ, მაგრამ უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობ და ძალიან გახაფილია. რაც გამოგეთყვა. ხო, ისე იგი ნახეთ. აღნიშნავს. ხო, არა. მისა რა მე ძალიან მომწონს, რაც თავარია, ჩემი ცხოვრება აღარ ამოდუნებული და ტონუსში არის და ეს ძალიან მომწონს. აი ესეთი რაღაც გავაკეთეთ, ახლა ჩვენ ერთ მარგალიტში ავიღეთ და ორივე მხრიდან გავუყარეთ ძუები და დანარჩენ ორ ძუაზე თითო მარგალიტი გავაკეთეთ. ახლა ეს ჩვენი მოგრძო ბისერები ავიღოთ. ესე იგი ერთ ძუაში ორივე მხრიდან გავუკეთეთ ბისერი. კი ბატონო. და დანარჩენი ესე. მე ხშირად ჩემს გადაცემაში ვაკეთებ ხოლმე ჯანმრთელი ცხოვრების ძალიან კარგი არის, კი ბატონო. გუშინ სხვათა შორის იოგას საერთაშორისო დღე იყო. და მივუძღვენი კიდეც ერთი რუბრიკა ამ თემას. ძალიან საინტერესოა ჩემთვის იოგა, თუმცა ვფიქრობ, რომ ნუ როგორც ყველა ვერ შევძლებ რაღაცეების კეთებას. თუ არ დაიწყე, ვერ გაიგებ პრინციპში. დასაწყისი ეს მზის მისამებები ძალიან მარტივია, წესით YouTube გაკვეთილებითაც შეგიძლია დაიწყო, თუმცა მე ტრენერი გვჭირდება და არ აგვყავს ქუთაისში და იმედი სამწუხაროდ ჩამოვლენ. დაინტერესდება ვინო ხო, ვეხორწები, ორი ტრენერია ძალიან საინტერესო, ზურა ყაზიშვილი და გიორგი ბერძენიშვილი, ორივეს ვთხოვე და ესეთი შემოთავაზება მივიღეთ, თქვენ ჩამოგბრძანდით, მოგამზადებთ ტრენერად და დაუბრუნდით თქვენს თავს. ძალიან საინტერესო იქნება კიტო მერე. მართლა საინტერესო იქნება, უბრალოდ ჩემი საქმით რო არ ვიყო დაკავებული, ეხლა მე რაღაცას ჩემთვის ვაბუჭებ, ეგ არ არის პრობლემა და სხვებს რო ასწავლი დიდი პასუხისმგებლობაა. კი, დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა მართლა იმდენად კარგი რაღაცაა ეს იოგა, სულისთვისაც და სხეულისთვისაც. მე მგონი რომ ქუთაისში შორის ბევრ საინტერესებს, ბევრი მწერს ხოლმე მეკითხება, ხა იციან რომ ასე თუ ისე დაინტერესებული ვარ და სადღია. ნახეთ რა გამოგვდის? ულამაზესი. ძალიან ლამაზი გამოდის, ესე იგი მე რა გავაკეთე ახლა. თავიდან როგორც გახსოვთ, დავიწყეთ ერთი მარგალიტი, რომელიც ორივე მხრიდან გავუყარეთ ძუა, შემდეგ თითო ძუაზე თითო მარგალიტი, მოგრძო ბისერები, თითო ძუაზე ისევ თითო მარგალიტი და ერთ მარგალიტში ორივე მხრიდან ძუა გავუყარეთ. ეხლა თითო ძუაზე ისევ თითო მარგალიტს დავამაგრით, შენ შეგვიძლია მომეხმარო. კარგი. ესე იგი აიღე ერთი მარგალიტი და ერთი მოგრძო ბისერი. ჯერ მარგალიტი. ხო, ჯერ მარგალიტი, შემდეგ მოგრძო ბისერი. კარგი. და მე ისევ მარგალიტი დაახურე თავზე. მე დღეს ზარმაცა როა ცხოველი, იმ ცხოველს გავარ. შენელებული კადრები. სასაყარელი ცხოველი კი. სასაყარელი. აი ზარმაცა ვარ ეხა დღეს და ცოტა შენელებული კადრებით ვიმოქმედებ. აი გავაკეთე. ახლა კიდე ერთი მარგალიტი დაახურე თავზე. აჰა. და საინტერესო გამოდის ჩვენი სამაჯური. ძალიან ლამაზი. აი ეს მიყვარს პროცესი, გზაში მოფიქრებული. აჰა, სპონტანო. სპონტანურად მოფიქრებული. ამ ერთ ძივს გონი, აჰა, მაინც. პრობლემა ქონდა ცოტა და. ეხლა ნახეთ, გავაკეთეთ ესეთი რაღაც და ეხლა ერთ მარგალიტი ავიღოთ და უბრალოდ გავუყაროთ ორივე მხრიდან ძუა. დავაკავშიროთ. ხო, დავაკავშიროთ ერთმანეთს. რაც კლასიკური გამოდის. ხო, ძალიან კლასიკური და ძალიან მე მგონი ლამაზი გამოდის. საღამოს კაბებზე ძალიან ეფექტური იქნება.
ყველსაბამით ძალიან საინტერესო იქნება ამისი თავის საყურეებით. და ეს ახლა სპონტანურად არ გაგიკეთებია ჯერ ამ ანუ მასალა რო წამოვიღე, ეს რა გადავხედე რა მქონდა მასალა და აი ერთი ძუა ეს არის მარგალიტი დიდი არის და დავშალოთ. გადავხედე რა შეიძლება და გამეკეთებინა, როგორ შეიძლება და მქონდა რამდენიმე ვარიაცია და ვარიანტი. თუმცა ვამჯობინე შემდეგ რო გადავხედე, ეს გამეკეთებინა. ეს გადავდოთ ცალკე ცოტა დიდი არის და შესაბამისად ნერვებს და ხეს გვიშლის. ხო, გაკეთება რომ გამიჭირდა მე. ხო. კი ბატონო, აი ესე. ხა ვიპოვო ის ერთი ძუა აქ. ჩვენ ადრე ვუთხარით მაყურებელს და მოდი დღესაც გავიმეორებ. ძალიან ლამაზ ნივთებს აკეთებს ელისო ჩვენს გადაცემაში. ნუ საერთოდ ალბათ იცით რასაც აკეთებს და არაჩვეულებრივია ის რასაც აკეთებს. მაგრამ შეგიძლიათ აი ეს სამაჯურები და ყელსაბამები და ბრელოკები და ასე შემდეგ შეიძინოთ თუ სურვილი გაქვთ. ეს ისევ და ისევ გადაცემის რესურსებს მხმარდება. კი ბატონო, ნახეთ, ერთი მარგალიტი ცოტა სქელი არის აქ, მაგრამ არ ვიმჩნევთ, გავაგრძელოთ ისე რა შევიმჩნევთ, იმიტომ რომ დაშლა დროს წაიღებს. გავაგრძელოთ, კიტო ახლა გადაშენ. აჰა, ამ მარგალიტზე ამბობ. ხო, კი. გადავდოთ ცოტა დიდი მარგალიტები. ანუ ახლა იღე ისევ ერთი მარგალიტი და ერთი მოგძობისერი. ხო, რისი თქვა მინდოდა კიდე, იცი, ძალიან კარგი ხარაზოვის ბაღში რაც გააკეთეს და არა აქვს ნეტა სურვილი რომ სხვაგანაც გააკეთონ ესეთი რაღაცები. კი, ძალიან საჭიროა რომ ყოველდღიში იყოს. იმიტომ რომ ხარაზოვის ბაღში რიგში დგომა გიწევს ხოლმე. ხარაზოვის ბაღი ქვია, როგორც ვიცი, კი, ოფიციალური სახელია ეს. კი, ოფიციალური სახელია, საყდრ კითხვა. შიო გვეკითხება რა ქვიაო. ხარაზოვის ბაღს ქვია ხარაზოვის ბაღი. ხო, ასევე მოდი არავის ეწყინოს და რახან პროპაგანდა იყოს. გუშინ ცოტა გამაოცო მშობლების დამოკიდებულება, ვინაიდან და რადგანაც ბავშვები არაჩვეულებრივ ტრენაჟორებს იყენებენ სათამაშოდ, თუმცა ბავშვებისთვისაც იქვე არის საკატაოები და ასე შემდეგ, აი ამასაც პრობლემა აქვს. მაგრამ რატომღაც ისინი უბრალოდ სხედან მზესუმზირას მიირთმევენ და არ ვარჯიშობენ. ნუ თუ არ ვარჯიშობენ, სხვებს მაინც ნუუშლიან ხელს, იმედია ვინმე გვისმენს ისეთი, ვისაც კი ბატონო, იმიტომ რომ მართლა რიგში დგომა გიწევს, იქ დგომა და თან კიდე ბავშვი რო თამაშობს, თავისთავად შესაბამისად. მოკლედ, არ ვიცი ვის უნდა მიმართო, ალბათ მერია, ჩვენს უბანშიც გააკეთონ მსგავსი. რას ვითხოვთ, ჯანსაღ ცხოვრებას, სხვა არაფერს. საერთოდ ისეთი რთული რაღაცებია, რომ ვერ გააკეთო სავარაუდოდ. აი ესეთი ლამაზი და კოხტა გავაგრძელოთ კიდევ მე და შენ ახლა. ნამდვილად ეფექტური იქნება. აი საზაფხულო გეგმებს რაც შეეხება შენსას? ვისვენებ. აჰა, არა, სამსახურზე არ მიკითხავს, იმიტომ რომ ვიცი როგორი დატვირთული წელი გქონდა და აუცილებლად უნდა დაისვენო. კი, იმიტომ რომ სადაპირებ დასვენებას ამას ესე დასვენებას ჩემ მეგობრები მეპატიჟებიან რაჭარლე ჩხუმი და ასე ანუ მაღალთიან კი, სხვა არ მიყვარს. არ გიყვარს. არა, იმიტომ რომ ვერ აღვიქვამ სივრცეს სწორად და რაღაცა პანიკის შეგრძნება მაქვს და ამიტომ მირჩევნია წავიდეს რაღაცა ნუ ჩემშიც ძალიან უყვარს სხვა, მაგრამ თვითონ როცა იქნება სახსრები წავიდეს. მეც ძალიან მიყვარს და შენ კიდე ძალიან გიხდება ნამზეული და უცნაური. არ მიყვარს სხვათა შორის დიდად, მაგრამ ჩემი კანისფერი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივად მივიღო ნამზეული და გაროჯულივით ვიყო. თუმცა მდინარეზე სიარული მიყვარს იმ შემთხვევაში, ერთი ისტორიას ნამზეული კიდე სხვა არის. მეზობელი მყავს, რომელთან ერთად გაზრდილი ვარ, ნიკა კვირიკაშვილი, რომელსაც მოვიკითხავ. UEFA-ს საჯი არის. ხო, ესა რამდენი წავედით ზღვაზე ამ დინარეზე, აღმოჩნდა ისე რომ იკაკო მარჩენს დახშო. იკაკოსთან ერთად თუ წავალ ისე დინარეზე, იმ შემთხვევაში წავალ. ცულა მეც არ ვიცი, სხვათა შორის. არა, ვიცი, მაგრამ იმდენად მეშინია. და ეს იყო 13 ივნისი, ზუსტად ახლა 13 ის იყო ივნისი იყო, მე და ჩემი სამეზობლო წავედით წყალწითელაზე საბანაო და ჩემი დაქალი გაიტაცა წყალმა და რატო ჩავთვალე რომ მე დელფინი ვიყავი არ ვიცი საშველად გადავხტი და მეც ვიხშობოდი ასე რომ ირაკლი კვირიკაშვილი თუ წამოვა ჩემთან ერთად იმ შემთხვევაში წავა მე ხუჭერ გადამარჩინა უკვე დახჭობას და უკვე საკმარისია მე ისტორიები მაქვს წყალთან დაკავშირებით ამიტომ ზუსტად ეს შიშები მაქვს და როგორც კი ფეხს ვეღარ ვადგამ ფსკერს არასწორი სუნთქვა და მთელი ამბები ასე კი ბატონო ესეა მე ყველა საცილო ის იყო რომ იკაკով ცემე გზაში თმებში რატომ მომკიდეთ აი ესეთი გამოდის ჩვენი სამაჯური სამადლობელი იყო ასეთი კი ძალიან მომენატრე იკა მითო გახსენე იმედია გნახავ მალე აჰა და იმედია იკა გადარჩენა ეხა საწირეში რომ ვიყავი ნახე და ნამზეული რომ მქონდა სადმე იყავი და მეთქი საწირეში ვიყავი მეთქი ტბაზე თქო და უჩემოდ როგორ წადი რომ დამჭვალიყავი ასე რომ მოკლედ
იცის თვითონაც. მაშველის როლიც აქვს ირაკლის გარდა იმისა, რომ ეს არის ტრენერია, ხო? საჯი არის ძალიან მაღალი კლასის. ასე რომ იკავთ. ასე ჩვენი სამაჯური ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს, რაღაც ვერ უყრი. ხო, აი ბისერებს აქვს თითქოს პრობლემა. მე კიდე ჩემს ზარმაცულ ხასიათს დავაბრალებ, თუმცა საუტოპია ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ბოლო კადრია ძალიან შთამბეჭდავი. ყველას გადაჭარბებული სიჩქარით რომ ბოლო-ბოლო ზარმაცას დააჯარიმებენ. ისე როგორ გავს ჩვენი ბანკის თანამშრომლებს ეს ყველგან ესე გეტყობა ყველგან ეგ პრობლემა არის რა ხან ესა რა ქვია სპეციალურად შეარჩიეს მსგავს დაწესებულებაში ძალიან მაგარი ფილმი არის და ის მერი ბეკეკა კიდე რა ხო ის ხო მსგავსი ადამიანები ვიცი ისე მე ესე წესით რო უწყინარი წვრები არიან და კი ამას ყველაზე დიდი მაფიოზები კი აი ერთი გავაკეთოთ კიდე და მე მგონი მე მგონი დაგასწარით და ამ სამაჯურს მე შევიცე. მე გაგიკეთებ, კიდო შენ ასეთ სამაჯურს ეს გავყიდოთ. კარგი, ეს გავყიდოთ მაშინ და ელისო შენ პირდა და ელისო გაგიკეთებ. ასრულებს კი. სტილობ პოჟოში. შენ მე ჩანთაში რა მაქვს. რა გაქვს კიდო? შენი გაკეთებული ბალერინა ულამაზესი და მაქვს და ძალიან საყვარელი ის მომწონს ისე გავყარე. მოიცა. ვარდისფერი და ფუმფულა ფრთებით. ხო. ნუ ანგელოზი და ბალერინა საშუალო. რაც ჰიბრიდია. ხო. აი ესე, მარკატ გავყარე? კიდე ერთი უნდა გავაკეთო. ერთ მარკატ გავუკეთე და ამასობაში დავასრულებ თან. აი ცოტა პრობლემებია გამბისერს. ხო, კი. ნერვებს გუშლის. ხო. მაგრამ არა უშავს, მაინც. ესე იგი ასეთი ბისერების შეძენა შეუძლიათ ქარვასლაში როგორც კი, ქარვასლაში და გრანდმოლში მესამე სართულზე არის ძალიან საყვარელი და პატარა მაღაზია, რომელშიც ძალიან დიდი არჩევანია და ფასებიც მისაღებია, ანუ ფასები ძირითადად პრობლემაა, როგორც თქვა შენ სამაჯური კიდო. აი ხო შესაკრავი გავუკეთოთ. როგორც გახსოვს, თავიდან ჩვენ დავიწყეთ შესაკრავი ესეთი ვერცხლისფერი პატარა ბისერებით გაკეთება. ესეთი დავიწყოთ ახლა აქედანაც. ჩვენ გვაქვს შესაკრავი. წვრილ ბისერს იღებ თუ არ ხო, კი, ნუ ეს მის დამიხედვით ვის როგორ უნდა. გავაკეთოთ ახლა ჩვენ ესე. 2 3 ესეთ მიზერულ ფასად. კი ბატონო. მომაზების და ეს არც ისე დიდი დრო დაგჭირდა, მე მგონი 4. ბისერები გვეწინააღმდეგება და ვხედავთ. ხო, მაგრამ 27 ხო? ეხლა მეორე მხარე, ეხლა არა, ეხლა მეორე მხარეს მიშლებასო. მეორე მხარესაც ისევ 7 ბისერი გავაკეთოთ. 1 2 ისა სხვათა შორის 4 და არა 2-ის მერე 4, 3 და 4. ძალიან ბევრი ხალხი დადის ხარაზოვში სავარჯიშო და ძალიან მომწონს ეს. და ველოსიპედებითაც საკმაოდ ბევრი დავინახე ამ ბოლო დროს. რომ მივედი მხოლოდ მშობლები და ბავშვები და ეს გაურკვეველი სიტუაცია დამხვდა და მე შემოემატა, როგორც შენს უფრო 10 საათისკენ იქეთ საღამოსკენ უფრო აქტიურდებიან. ეხლა ნახეთ, აი ჩვენ შესაკრავს, ხო, მე ბავშვ რო ვაძინებ, მე მივდივარ. შესაკრავს აქვს ესეთი რგოლი და ძუებს აქედან და იქიდან გაუყრით, რომ ეს ჩავამაგროთ. აი ესე. ეხლა უნდა ვიყოთ დაკვირვებულად, რადგან წვრილ ბისერებში ჩვენ ეს ძუა უნდა გავატაროთ, რომ ჩავამაგროთ. აჰა, გასაგებია. აი ესე. ისე ბევრგან თუ გაკეთდება ეგეთი ასე ვთქვათ ტრენაჟერების პარკი, ფიტნეს კლუბები უმუშევრები დარჩებიან. ხოთა შორის ზარმა ეხლა ეს არა ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ ვარჯიში და რაც მზე გამოვიდა, მერე დაიწყო ხალხმა სიარული და როგორც ხდება ხოლმე ხო იცი, საზღვაო სეზონი რომ მოდის, მაშინ აქტიურდებიან. სავარაუდოდ მოიკლებს ისევ ნაკადი, ასე რომ. აჰა. ხო, ეს თან ცუდ ამინჩი ალბათ მაინც ფიტნეს კლუბი კარგი გამოსავალია, ასე რომ. მაინც ფიტნეს კლუბს კიდე სხვა სერვისები აქვს, ასე რომ არ ვიცი. არ ვიცი. აი ესე. მგონი ვამთავრებ. რამდენი წუთი დაგჭირდა ჩვენ ამ სამაჯურის გასაკეთებლად? 14 წუთია, შიო გვატყობინებს. ჩვენი ძვირფასი შიო. შიო ყავდა ერთხელ სტუდიაში და მინდა გაიცნო ხალხმა. აჰა, ეს ის დღე იყო, მე რო ავად ვიყავი. კი, შენ რო ავად იყავი, კი. კი. სხვათა შორის მშვენიერი წამყვანია შიო. მით უმეტეს პირველი იყო, ხო, შიო? რომ წაიყვანე. კი. და ანუ რაც ჩემთვის გადამწყვეტია ხოლმე წამყვანისთვის, პოზიტიურია ძალიან. პოზიტიურია და არ ძინავს. არ ძინავს, კი. ჩემსავე ზარმაცას დღეს ახლა მე ძინავს. ესე ყველამ თავისთავად არ გააკრიტიკოს. იზია რა. თვითკრიტიკა კარგია.
კი, ნამდვილად. ესე იგი, ვამთავრებთ ჩვენს სამაჯურს. ეხლა ბოლო ეტაპი არის, უნდა შევკრათ ესე. სიგრძეც ნორმალური აქვს. კი, სიგრძეც ნორმალური აქვს და ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ჩვენ სანთებელა მაკრატელი, ხო? ინებეთ. ეს, აი ეს. თან არის არაფერში გჭირდება? თან არის არ გჭირდება. ვიბანაცოთ და აბჭყიალდება ლამაზად. ეს მზეს დაუთმოთ, ეს რა ქვია. პრივილეგია. ხო. აი ეს გამოგვივიდა ჩვენი ლამაზი სამაჯური. მოციქით ხელი? ჩემი პატივცემული მაჯა. კი ბატონო. ნახოთ რა გამოვიდა. ყველა საცილო ხა ეს რო ჩაიტიოს ამაში. ხო, კაი. ეს გავაკეთოთ. ვაი, მოწრა. ნუ კაი, არა უშავს. ესე გავაკეთოთ, დავამაგროთ. ეს წამით, მაინც. აჰა. ვიცდები. რაღაც ის არის და აღარ გავაკეთე. აი? ხო, აი. კი. ესეთი გამოგვივიდა ჩვენი. ჩვენი. ახლა შესაკრავები ესეთი გამოვიდა, ძალიან ლამაზი. აჰა. მგონი ჩანს. და ერთიანობაში სამაჯური ესეთ ლამაზი და კოხტა გამოგვივიდა. ეს ყველაზე ძალიან მიზერულ ფასად და მიზერულ დროში. კი, 14 წუთში სულ რაღაც. სამაჯური სავარაუდოდ დაჯდა დაახლოებით 2 ლარ ნახევარი, ალბათ 100. აჰა. თუ გავიფარსებთ რომ დარჩა კიდე ბისერები და ასე შემდეგ, ალბათ. ხო. ეს გამოგვივიდა ჩვენ ლამაზ სამაჯური. ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს სამაჯური. ისიამოვნოთ. ხო, ჩვენ შემდეგ ამ შეძენილი თანხით ახალ ბისერებს ვიყიდით, ლამაზ-ლამაზებს და მოკლედ ესე გაგიხარებთ ხოლმე გულს და განწყობას. დიდი მადლობა ისა. ესეთი სილამაზისთვის. ეს ძალიან მომეწონა ჩემი სამაჯური. კარგად იყავით, მოვალოთ ხშებათამდე და ყველაფერს საუკეთესო. რა თქმა უნდა, ქრისტინა. ხელმძღვანელი ვარ. ელისა გეგენავა იყო ჩვენთან ერთად. ეხლა რეკლამა ვნახოთ და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ ტრადიციულად გადაცემას.